ნობელის, ჰეინრიხ ჰეინესა და ფრანს კაფკას სახელობის პრემიები. ოდნავ ეპატაჟური, ცოტა არაორდინალური და თავისებური ელფრიდე ელინეკი. ავსტრიელი მწერალი ქალი, რომელსაც ყველა უცნაური ნაბიჯი და ახირება ეპატიება. უცნაური ქალი. ჩემი აზრით გარეგნულად უაღრესად მიმზიდველი. ევროპული ეპატაჟის დედა, ყველაფერზე ხელის მომწერი თუ შეიძლება ასე ითქვას. ქალი, რომელსაც პასუხად კითხვაზე რა სიზამთ, როდესაც აიღებთ ნობელის პრემიას და გულხნილ თანხას, თამამად შეეძლო ეთქვა არა ის, რომ გადავცემ პატრონო ბავშვთა სახლს, ან დაჩაგრულ ქალებს, ან კომუნისტებს, რომლებიც უმბა-იუმბაში რაღაცისთვის იბრძვიან. არამს, მან თქვა, რომ დიდი ხანია ერთი იაპონური აბრეშუმის კაბა ძალიან მოსწონდა და ეხლა იყიდეს. და რა მაგარი. ქალბატონი ელფრიდა 1946 წლის 20 ოქტომბერს ავსტრიის ერთ-ერთ პროვინციაში, ქალაქ მიურცურშლაგში დაიბადა. ბავშვობა ვენაში გაატარა. ნახევრად ავსტრიელ და ნახევრად ებრაელ ელინეკს მამა ქიმიკოსი, დედა კი ფინანსისტი ყავდა. ელფრიდე სულ რაღაც 4 წლის იყო, როდესაც მისი მამა ფსიქიურად შეიშალა და პატარა გოგონას აღზრდაზე პასუხისმგებელი მხოლოდ დედა გახდა. ის ჯერ კათოლიკურ ბაღში მიაბარეს, მოგვიანებით კი სამონასტრო სკოლაში გააგრძელებინეს სწავლა. ელფრიდეს დედაშვილის მუსიკალურ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა. მომავალი მწერალი მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც ვენის კონსერვატორიაში ორგანს, ფორტეპიანოს, გიტარას, ფლეიტასა და ვიოლინოს ერთდროულად ეუფლებოდა. ვენის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ელფრიდე ელინეკს ნერვიული აშლილობა დაემართა. თუმცა მან მკურნალობის კურსი წარმატებით გაიარა და მაინც გააგრძელა ხელოვნებისა და მსოფლიო ისტორიის შესწავლა. უნივერსიტეტში სწავლის რამდენიმე წლიან პერიოდში ელინეკს ნერვიული აშლილობა კიდევ რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად მისი შემოქმედებითი წინსვლა მაინც დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში ელფრიდემ პირველი ლექსი, ლიზას ჩრდილი დაწერა, რომელიც 1967 წელს რამდენიმე საუნივერსიტეტო გამოცემაში დაიბეჭდა. 1975 წელს ელფრიდე ელინეკის ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. გამოვიდა მისი რომანი საყვარლები. ამ ნაწარმოებით ქალბატონმა ელფრიდემ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. საყვარლები არის წიგნი, რომლებიც არც კი ვიცი, როდესაც ამბობენ, რომ ქალბატონი ელინეკი საუკეთესო წიგნი პიანისტი ქალია. კი, ალბათ. მაგრამ აქ ცოტა ვორჭოფობ, აქ არაობიექტური ვარ წიგნის მიმართ. წიგნი, რომელსაც შეიძლება ფრჩხილებში ქვემოთ მივუწეროთ, რომ წიგნი იმის შესახებ, რომ კარგი არაფერი ხდება და აღარც მოხდება. ძალიან ქართული ხალხური ამბავი იყო, სამარცხვინოდ, მძიმეზე მძიმე. საერთოდ ქალბატონი ელინეკი მე მგონი იმით უაღრესად შთამბეჭდავი, რომ შეიძლება მსოფლმხედველობის თვალსაზრისით არანაირად ეთანხმებოდა. საერთოდ შეხება არ ქონდეს, მაგრამ თითქოს ნუსხავს კითხვას და როდესაც გინდა რომ გააპროტესტო და უთხრა ქალბატონო, ასე არ არის თქვენ როგორც გინდა თქვა. ხდებით რომ ასეა ჩემო კარგო, ეს ქალი არ ცდება. 1979 წელს გამოდის ელინეკის კიდევ ერთი რომანი, ბუკოლიტი. ერთ წელიწადში კი ნაწარმოები დახურული კარის წინ. ორივე რომანმა ევროპული საზოგადოება კიდევ ერთხელ გააგვირვა. ვენის კონსერვატულ საზოგადოებას დიდად არხიბლავდა არაორდინალური მსოფლიო დონის მწერლის, ოდნავ უხამსი გამოხტომები. კიდევ ერთი გახმაურებული რომანი, რომელიც ელინეკის სახელს უკავშირდება, პიანისტი ქალია. ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია 2001 წელს მიხაილ ჰანეკეს ინიციატივით შედგა. Je ferai parvenir mes instructions par écrit. Ensuite, enlève le baillon. Pourquoi est-ce que tu fais des choses pareilles? ჩემში აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქალბატონი ელინეკი ქმნის არა მარტო ლიტერატურას, არამედ საკუთარ თავსაც. თითქოს თავს წერწავს, როგორც ნაწარმოები აქვს, ზუსტად ისეთი ნაწარმოებია ელფრიდე ელინეკი. ძალიან ელეგანტური, კარგად შეღებილი და ასე შემდეგ, ქალი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს იქით-აქეთ იყურება და თუ ვინმე ძალიან ახლობელი არ აღმოჩნდა, ეს ერთადერთხელ გამემართლა და შევხვდი, ხელებს იკრავს იმისთვის, რომ ცოტათი დაცულად იგრძნოს თავი. კაცმა არ იცი, შეიძლება შოუა. თუ შოუა მაგარია. 1999 წელს ელინეკის ლიტერატურას აშკარად დაეწყო მისი პოლიტიკური შეხედულებები. სწორედ ამ წელს ავსტრიის ხელისუფლებაში თავისუფლების პარტია მოვიდა. ელინეკი იყო პირველი ადამიანი, რომელიც ხელისუფლების კრიტიკით ღიად გამოდიოდა. ელინეკის რომანებსა და დრამებს განსაკუთრებული ხელწერა ეტყობა. ბევრი კრიტიკოსი მის ნაშრომებს მუსიკალურ მრავალხმიანობასაც კი ადარებს. სწორედ ამ უნიკალური ხელწერის გამო მან 2004 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია დაიმსახურა. მისი ნობელის პრემია თითქოს ჩემ გამარჯვებად განვიხილე, იმიტომ რომ იყო დიდი ჭუბი რა ჯანდაბად გინდოდა მაინც ეს დეპრესიული ქალი. იმიტომ რომ ძალიან მაგარი მწერალი და ძალიან მაგარი ქალი. შემდგომ მომიწია რა ეს უკვე ჩემი პირადი არჩევანი იყო, მისი ნობელის სიტყვის თარგმნა. საინტერესო რამ ნახეთ, წიგნი კარგად იყოს, ტექსტი არის დაწერილი და არასოდეს წარმოთქმულა, იმიტომ რომ ის თავად არ გაემგზავრა შვედეთში, გამოაცხადა რომ ფრენის ეშინია. ქალბატონი ელინეკი ამტკიცებს, რომ მას ეშინია ბრბოსი, მას ეშინია ცარიელი სივრცის, მას ეშინია ფრენის, მას ეშინია ეშინია. მე ვფიქრობ, არაფრისაც არ ეშინია. და აი ამ ნობელის სიტყვაში ძალიან საინტერესო რამ ხდება.
პირველად გამიბედა ვიღაცამ და ასე ოფიციალური სახით ამიხსნა როგორ უნდა მოვიკლა თავი. თუ გერჩენიერ დღეს გაჭირდება გამოსავალი მუდამ არის და ტექნიკური თვალსაზრისით როგორ უნდა მოიქცე გამართულად, ანუ სისულელეები როგორ არ უნდა გააკეთო. იცით ასეთი რამ მე რო დამეწერა, ალბათ ქუჩაში ვერ გამოვიდოდი. მაგრამ ქალბატონი ელენიკე ყველაფერ ამას წერს იმგვარად, რომ ვფიქრობ, რომ მადლობა ქალბატონო, მე ხო ეს არ ვიცოდი და ამერი და მეცოდება, მაგარი. ბევრი თვლის, რომ ელფრიდა ელინეკის შემოქმედებაში ფემინისტური ელემენტები უხვადაა. ზოგი ფიქრობს, რომ ის რეალისტი და დაუნდობელია. ელფრიდა კი ამბობს და აკეთებს იმას, რაც ყველამ კარგად იცის, მაგრამ ბევრს ამისი თამამე არ ყოფნის.